თუ კი ინებებთ, დღესაც აქამდე წაკითხულზე განვაგრძობთ საუბარს და წერილის მომდევნო მონათხრობიდან შემოგთავაზებთ სწავლებას. იაკობის ისტორია ამჯერადაც დამაჯერებლად დაგვანახებს თუ რა დიდებულ მომავალს განიზრახავდა მისთვის ღმერთი. როგორ განამტკიცებდა მას დაპირებებით და მის კეთილგანზრახვას აჯილდოვებდა. წინა მონათხრობში წერილი გვამცნებდა თავისი ვაჟების დანაშაულის გამო როგორ დატოვა იაკობმა ღვთის ბრძანებით სვიქემი და ლუზაში წავიდა. ააგო იქ სამსხვერპლო განაგრძობს წერილი და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი, რადგან აქ გამოეცხადა ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა. როდესაც ღმერთმა იაკობს უბრძანა, რომ სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო, ამავდროულად იმ შიშისგანაც გაათავისუფლა, სვიქემელების გაწყვეტამ, რომ მოჰგვარა მას. რადგანაც როგორც ღმერთმა უთხრა, ისე შეშინდა ამ ქალაქების მოსახლეობა, რომ იაკობის დევნა ვეღარ გაბედეს. დააკვირდი რა დიდებული იყო საღვთო განგებულება და როგორ ზრუნავდა ღმერთი მასზე. ღმერთმა შიშით აღავს ამ ქალაქების მცხოვრებთა გულები, რომ ისინი არ დაზდევნებოდნენ იაკობს. სარწმუნოა, რომ მათ სვიქემელთა გამო შურისძიებას წყუროდათ. მაგრამ რადგანაც ეს ყველაფერი მართლის უნებურად მოხდა, რადგან სიმონიც და ლევიც ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ მათი დის უმანკოება შეიბღალა, ღმერთმა არა მარტო იაკობი და მისი შვილები იხსნა მტანჯველი შიშისგან, არამედ მოულოდნელად თავდამტყდარი შიშით ამ ქვეყნის მოსახლეობაც დაიცვა დანაშაულისგან. ხედავ, რამდენს ნიშნავს ზეგარდამო ნება. როდესაც ღმერთი კეთილად ინებებს, ყოველგვარი მწუხარება იფანტება. როგორც მართალი გაამხნევა, ისევე შეაშინა ისინი, როგორც ყოველთა მეუფე შეჰფერის, ღმერთი ისე წარმართავს, როგორც ინებებს და ყოველივეში თავის კეთილხელოვან სიბრძნეს ავლენს. არ არსებობს იმ ადამიანზე ძლიერი ვინმე, ვისაც ზეგარდამო ძალა შეეწია, როგორც არც იმ ადამიანზე სუსტი არსებობს ვინმე, ვისაც ღმერთი არ ეხმარება. აი, ეს მართალი მცირერიცხოვანი და პატარა იყო, მაგრამ როგორ იცავდა მას ღვთის ხელი. კადნიერებაც მოიპოვა და მტერსაც გაიქცა. ამ ქალაქის მოსახლეობა კი მრავლადად შეიკრიბა, განზრახულის შესრულებაც ერთსულოვნად გადაწყვიტეს და მაინც საქმით აღსრულებისთვის ძალა არ ეყოთ. ნათქვამია, ღვთის შიში იყო გარეშემო ქალაქებზე და როდესაც მართალი საბოლოოდ გათავისუფლდა შიშისა და ადგილობრივთა დევნისგან, მასზე კვლავ განუზომელ კაცთმოყვარებას გარდამოავლენს ღმერთი. ნათქვამია, გამოეცხადა იაკობს ღმერთი შუამდინარეთიდან დაბრუნებისას. რად დაურთა? დაბრუნებისას. ტყუილ უბრალოდ კი არ ამბობს ამას, არამედ იმის გამო, რომ ამ ადგილას ადრეც გამოეცხადა. მაშინ, როდესაც ძმისგან დევნილი მესოპოტამიაში მიემართებოდა. ამიტომაც ითქმის ამჯერად, როგორც წასვლისას გამოეცხადა მას აქ ღმერთი, ისევე ახლა. დაბრუნების შემდეგ ეცხადება იმავ ადგილას და იმ აღთქმას ამოწმებს მისი წასვლისას, რომ მისცა და ამით განაწყობს მართალს. მტკიცედ წამდეს აღთქმული და მის აღსრულებამდე სულიერად არ ირყეოდეს. აკურთხა იგი, უთხრა ღმერთმა: აღარ გერქმევა ამიერიდან სახელად იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ღმერთმა უკვე უწოდა მას ეს სახელი, მაშინ, როდესაც მართალი მდინარე იაბოგზე გადადიოდა, ახლა დამაჯერებლობის განსამტკიცებლად იმავე კურთხევით აკურთხებს და ეუბნება: ისრაელი იქნება შენი სახელი. ინაყოფიერე და გამრავლდი, ხალხი და ხალხთა კრებული წარმოიშობა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი თესლიდან. ამ კურთხევის დიდებულებას შეხედე. ღმერთი ჰპირდება, რომ მარტო თვითონ კი არ გამრავლდება, არამედ იმასაც, რომ მისგან დიდებული შთამომავლობა წარმოდგება. მეფენი გამოვლენ შენი თესლიდან. ამბობს და მისგან გამომავალი მოდგმის დიდებულებას აუწყებს. და მიწას, ამბობს კვლავ, რომელიც მივეცი აბრაამს და ისაკს, შენ მოგცემ, შენს გამო შენს შთამომავლობას მივცემ ამ მიწას. რადგანაც იაკობი სიმონისა და ლევის იმ ცნობილი საქციელის შემდეგ ამბობდა: ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომკლავენ. მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც და ყველანაირად ავლენდა სულმოკლეობასა და შიშს, იმხანად რომ დაეუფლა. ამიტომაც კაცთმოყვარე ღმერთი ეუბნება მას ახლა: შენ ამბობ ცოტანი ვართ. მაგრამ იცოდე, რომ შენი თესლი გამრავლდება და გავრცელდება და იმდენად დიდებული შეიქმნება, რომ შობს ხალხთა მთელ მოდგმებსა და მეფეებს. არა მხოლოდ არ განადგურდება ის, არამედ შენ და შენი ოჯახი მთელ ამ მიწას დაიმკვიდრებთ. მას შემდეგ, რაც ეს აღუთქვა, ნათქვამია, გაშორდა მას ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკებოდა. ნახეთ, წმინდა წერილის გამოხატვის საშუალებები როგორ მდაბლდება ჩვენამდე. გაშორდა მას ღმერთი. ამბობს წერილი. ამას იმისთვის კი არ ამბობს, რომ ჩვენ ღმერთი გარკვეული ადგილით შემოსაზღვრული წარმოვიდგინოთ, არამედ იმისთვის, რომ ამით ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარება დავინახოთ. საღვთო მადლი ამგვარად გარდამოდის ხოლმე და კაცობრივ უძლურებას ეუწყება. სიტყვები წავიდა და გაშორდა ღმერთს არ ეკადრება, მაგრამ ჩვენს სასწავლებლად მისი ქმედების ამგვარი ტერმინებით გამოხატვა რაკიღა ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარებაზე მეტყველებს, წმინდა წერილი ამიტომაც იყენებს კაცობრივ სიტყვებს. სხვაგვარად ადამიანის სმენა სიტყვის სიმაღლეს ვერ დაიტევდა, თუ კი სათქმელს უფლის დიდებულების შესატყვისად გვეტყოდნენ. გამუდმებით გახსოვდეს ეს და გამოხატვის უბრალოებას ნუ დაეყრდნობი. არამედ გაგაოცოს უფლის სიკეთემ და იმანაც, რომ იგი ჩვენი ბუნების უძლურებიდან გამომდინარე ასე მდაბლდება ჩვენამდე. თუმცა ნახე, როგორ გამოხატავს მართალი პირადად თავის მადლიერებას. ნათქვამია,
მაშინ აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილას, სადაც ღმერთი ელაპარაკა, სვეტი ქვისა და დაღვარა მასზე საღვრელი და სცხოზეთი. უწოდა იაკობმა სახელად ბეთილი იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა. ნახე, ეს მართალი თავად ადგილისათვის სახელის წოდებით, როგორ უკდავყოფს მოვლენას, რათა მომავალმა თაობებმა მართლის ხილვის შესახებ სამუდამოდ იცოდნენ. დაიძრნენ ბეთილიდან. ნათქვამია, მართალი კვლავ წინ მიდის, რომ თანდათანობით იმ ადგილს მიაღწიოს, სადაც ისაკი ცხოვრობდა. შემდეგ დაიძრნენ ბეთილიდან და ეფრათამდე არ იყვნენ მისულნი, რომ მოილოგინა რაქელმა. ძიმე ჰქონდა მშობიარობა. უთხრა რაქელს ბებიაქალმა: ნუ გეშინია, რადგან ახლაც ვაჟი გეყოლება. იმეც ნუ კარგავ, ეუბნება მას, ამჯერადაც ვაჟი გეყოლება, თუმცა ტკივილები გტანჯავს, მაგრამ ვაჟს მაინც გააჩენს სული სამოხდომისას, რადგანაც კვდებოდა დაარქვა ვაჟს სახელად. ძე ჩემი ტკივილისა, ხოლო მამამ უწოდა ბენიამენი. დედა მომხდარი მოვლენის შესაბამისად არქმევს სახელს ძეს. მამა კი მას ბენიამენს უწოდებს. მოკვდა რაქელი მას შემდეგ, რაც ძე შვა და დაიმარხა ეფრათის გზაზე. ეს არის ბეთლემი. აღმართა სვეტი იაკობმა მის საფლავზე. რაქელის სიკვდილით დამწუხრებული იაკობი ახლაშობილმა ანუგეშა და განაწყო იგი, რომ რაქელის დაკარგვა დიდსულოვნად გადაეტანა. მაგრამ ამის შემდეგ რეუბენის უგუნურება იჩენს თავს. ნათქვამია, ადგა რეუბენი და შევიდა ბალასთან, მამამისის ხარჯასთან და გაიგო ეს ისრაელმა. ეს უკიდურესი დანაშაული იყო. სწორედ ამიტომაა, რომ მომავალში მოსეს კანონი საგანგებოდ აკრძალავს მამისა და შვილის ერთსა და იმავე ქალთან თანაცხოვრებას. იმისთვის, რომ ეს ჩვეულება არ დამკვიდრებულიყო, რჯულმდებელი ამგვარ საქციელს სასჯელს უწესებს. მაგრამ ბუნებრივი სიყვარულის ძალით იაკობმა ეს ამბავი მშვიდად გადაიტანა. თუმცა, საბოლოოდ, როდესაც იგი ამქვეყნიურ ცხოვრებას ტოვებდა, უსაყვედურა ვაჟს, გამოააშკარავა მისი დანაშაული და დაწყევლა იგი, რათა რუბენის ხვედრის ხვებისთვის უმანკოების მასწავლებლად ქცეულიყო. შემდეგ ნეტარი მოსე ჩამოთვლის იაკობის ძეებს და მონათხრობში კვლავ მართლის სათნოებებს გვასწავლის. რომ არ იფიქრო, რომ იაკობს შემთხვევით განსაკუთრებული მიზეზის გარეშე ჰყავდა ორი ცოლი ლეა და რაქელი და ასევე ორი მხევალი. მოსე გვაჩვენებს, რომ ის სწორედ ღვთის განგებულებას ემორჩილებოდა და იმისთვის თანაცხოვრობდა მათთან, რომ მისგან 12 ტომი წარმომდგარიყო. ამიტომაა, რომ წერილი აღარ ახსენებს მისგან კიდევ რომელიმე სხვა შვილის შობას, რათა გვაჩვენოს, რომ უბრალოდ და უმიზნოდ არ მომხდარა ასე. ესენი არიან იაკობის ძენი, რომელნიც შეეძინა მას მესოპოტამიაში. თუ კი ბენიამენი მაშინ დაიბადა, როდესაც იაკობი ბეთლემისაკენ მიდიოდა, მას რაღაც ამბობს წერილი ამას. შეეძინა მას მესოპოტამიაში. იქნებ რაქელს ის ჯერ კიდევ მესოპოტამიიდან გამოსვლამდე ჩაესახა? მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან. დააკვირდი, აქაც ჩანს ღვთის ნება, რომ მართალი ყოველმხრივ კამაყოფილი იყოს. როდესაც ამდენი წლის განშორების შემდეგ იაკობი მამასთან მივიდა და როდესაც ორივე მუდიდესი ნუგეში მიიღო ამ შეხვედრით, შვილმა მამასთან შეხვედრით და მამამ იმით, რომ შვილს სიუხვითა და შვილთა სიმრავლით სავსეს ხედავდა. სწორედ ამ დროს ამბობს წმინდა წერილი. აღესრულა ისაკი და მოკვდა, შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და ხანსრული. თუკი მაშინ, როდესაც იაკობმა პირმშოობა რომ მიიტაცა, თვალის სინათლე დაკლებოდა ისააკს და სწორედ ამიტომ იყო, რომ მოტყულდა მას, რამდენად მოხუცებული იქნებოდა იგი ახლა ამდენი წლის შემდეგ. და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა შვილებმა. მამის დაკრძალვის შემდეგ ესავმა წაიყვანა თავისი ცოლები და ვაჟები და მთელი თავისი სახლეული, ჯოგი და მთელი პირუტყვი, წაიღო მთელი თავისი მონაგები, რაც კი ქანაანის მიწაზე ჰქონდა შეძენილი და წავიდა იაკობისგან, თავისი ძმისგან, სხვა მიწაზე. რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და ვერ შეიძლეს ერთად ცხოვრება, ვერ დაიტია ისინი ჯოგების სიმრავლის გამო მათი მდგმურობის მიწამ და ამის შემდეგ დასახლდა ესავის სეირის მთაზე. ეს იგივე ედომია. ესავისაგან დაბადებული და მისგან გამოსული ხალხის შესახებ წერილი ამბობს. დაემკვიდრა იაკობი მამამისის მდგმურობის ქვეყანაში, ქანაანის მიწაზე. აქედან კი თხრობა უკვე მართალი იაკობის შესახებ გრძელდება. აქ თუ ისურვებთ, დავასრულოთ სიტყვა და იაკობის ძეზე საუბარი მომდევნო შეხვედრისთვის გადავდოთ. მხოლოდ იმას ვთხოვთ თქვენ სიყვარულს, რომ ყურადღებით მოისმინოთ ის, რასაც გეტყვით, რათა წმინდა წერილით გადმოცემულმა ამბებმა დიდად გარგოთ და არაფერი გამოგეპაროთ. ღვთის სიტყვა სულიერი განძია. და როგორც მიწიერი საუნჯიდან თუნდაც ერთი ქვის მიმღები ხშირად ძალიან გამდიდრდება ხოლმე, ასევე აქაც თუ ყურადღებას მოვიკრებთ, მართალთა სათნოებებიდან დიდი სარგებლის მიღება შევძლებთ და ჩვენში მათდამი ბაძვის სურვილი გაღვივდება. ამგვარად, ჩვენ ღვთისაგან მართალთა შესაფერ მადლს მივიღებთ. არა არს თვალდღება ღვთისა თანა, არამედ ყოველთა შორის თესლთა, რომელსა ეშინის მისა და იქ სიმართლესა, სათნო მისა არს. ასე რომ თუ მოვინდომებთ, ასეთივე და კიდევ უფრო უხვი ზეგარდამო შეწევნის მიღებას ვერაფერი დააბრკოლებს. თუ კი ღმერთი დაინახავს, რომ ჩვენი მხრიდან ძალას არ ვიშურებთ, რომ მისი სათნოყოფა ადამიანთა სათნოყოფაზე მეტად გსურს, თავადაც ისეთ მზრუნველობას გამოავლენს ჩვენდამი, რომ სრულიად უძლეველები შევიქმნებით. ჩვენ მუდმივი, ჩვენდამი შეურიგებელი სიძულვილით სავსე მტერი გვყავს. ამიტომაც მღვიძარენი უნდა ვიყოთ, რომ მისი სასჯელი ვძლიოთ და მისი ისრები ავიცილოთ.
მაგრამ თუ სათნო ცხოვრებით ზეგარდამო დახმარება არ მივიღეთ, სხვაგვარად ვერ გავიმარჯვებთ. ცხოვრების საუკეთესო წესი წმინდა ცხოვრებაა. ის სათნოებათა ძირი და საძირკველია. ვინც ეს საძირკველი მყარად გაიდგა, ის სხვა დანარჩენს ადვილად მოიხვეჭს. მას ვერც სიმდიდრისადმი ვნება დაძლევს, ვერც დიდების სიყვარული, ვერც შური და ვერც სხვა რომელიმე ვნება. და თუ როგორ, ახლა გეტყვით, ვისაც სუფთა და უცოდველი სინდისი აქვს, მასში თავად ღმერთი სახლობს. ნათქვამია: ნეტარიყვნენ წმიდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. და თუ კი ოდესმე ვინმე საკუთარ არსებაში ღვთის დამკვიდრების ღირსი გამხდარა, ისეთ მდგომარეობაში უგრძნია თავი, რომ თითქოს და მიუხედავად იმისა, რომ ხორცითაა მოსილი, ყოველგვარი ადამიანური საძულველია მისთვის. ყოველივე ხილული ამგვარ კაცს სიზმრადა და აჩრდილად მიაჩნია. თითქოს უკვე ზეცაში იმყოფებოდეს. მას მიწიერი ცხოვრებიდან უკვე აღარაფერი უნდა. ასეთი იყო მთელი სამყაროს მასწავლებელი პავლე. ამიტომაც ამბობდა იგი: ვინაიდან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი იგი ჩემ მიერ იტყვის ქრისტე. და კიდევ, ცხოველ არ ღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე. ანდა, ხოლო რომელ ესეაც ცხოველ ვარ, ხორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ. განა ვერ ხედავ ამ კაცს, ხორცი რომ მოსავს და ისე კი ლაპარაკობს, თითქოს უსხეულო არსება იყოს. მას უნდა ვბაძავდეთ, სხეულის ასოებს მოვაკვდინებდეთ და ცოდვისათვის გამოუსადეგარად ვაქცევდეთ. ხოლო ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია წარუდგინოთ ის ღმერთს, როგორც სასურველი მსხვერპლი. შენ რაიმე ახალს და განსაკუთრებულს ხედავ ამგვარ მსხვერპლში? როდესაც სხეულის ასოები მოკვდინებულია, სწორედ მაშინ ხდება ის სამსხვერპლოდ გამოსადეგი. რატომ და რისთვის? იმიტომ რომ მსხვერპლის სულიერია და გრძნობადი არაფერი გააჩნია. გრძნობად მსხვერპლში არა მხოლოდ ყველაფერი მკვდარი იკრძალება, არამედ ცოცხალიც კი. თუ ზადი რამ მცირედი გააჩნია, მისი მსხვერპლად შეწირვა არ შეიძლება. იმთავითვე ასე იყო დაკანონებული და არც თუ უმიზეზოდ. არამედ იმისთვის, რომ პირუტყვის ამგვარი ყურადღებით შერჩევას თანდათანობით სულიერი და გონებრივი მსხვერპლისადმი ყურადღება გამოემუშავებინა ჩვენში. იქ გრძნობადი მსხვერპლის შერჩევისას ნაკლი შეიძლება იყოს პირუტყვის უყურობა ან უკუდობა. აქ სულიერი მსხვერპლშეწირვისას ცბიერება, ვნება, ფუფუნება, ვეცხლის მოყვარება და ზოგადად ყოველგვარი ცოდვა. იქ სამსხვერპლო ცხოველი ჯანმრთელი და სრულიად უზადო უნდა ყოფილიყო. აქ სოფლისთვის უნდა მოვაკვდინოთ ჩვენი თავი და ამგვარად მოვამზადოთ იგი სულიერ მსხვერპლად და შესაწირავად. ეს ყოველივე ყურადღების მიღმა ნუ დაგვრჩება, არამედ მყარად შევინახოთ გონებაში და იმ იუდეველებზე უარესები ნუ აღმოვჩნდებით, ვინც კარავში მსახურებისას ესოდენ დიდ ყურადღებას ავლენდნენ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჭრაქის სიახლოვეს ისხდნენ, მსხვერპლის შერჩენისას ყურაღებას არ ადუნებდნენ. ხოლო ჩვენ, ვისაც სიმართლის მზის ამობწყინება გვეღირსა და ჩრდილიდან ჭეშმარიტებისაკენ გადავინაცვლეთ, სულიერი მსხვერპლისადმი მათთან მიმსგავსებული გულმოდგინება უნდა გამოვხატოთ. მცირედ მიჩნეულ ცოდვებსაც კი ნუ დავტოვეთ უყურადღებოდ. არამედ ყოველდღიურად საკუთარ თავს, ყოველი სიტყვისა და გამოხედვისთვის მოვთხოვოთ პასუხი და კიდეც დავისაჯოთ თავი, რათა მომავალ ცხოვრებაში ავირიდოთ სასჯელი. ამიტომაც ამბობს პავლე: რამე თუ უკვე თუმცა თავთა თვისთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით. ასე რომ თუ კი აქ ჩვენვე გავასამართლებთ საკუთარ თავს, ჩვენი ყოველდღიური ცოდვებისათვის, მომავალი სამსჯავროს სიმკაცრისაგან დავიხსნით მას. ხოლო თუ დაუდევრობას არ მივატოვებთ, მაშინ გან თუ ვიკითხვით, ამბობს პავლე უფლისა მიერ განვისწავლებით, რათა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ. ასე რომ იმთავითვე სრული სიმკაცრით გავასამართლოთ საკუთარი თავები. სინდისის სამსჯავროში შევიდეთ, სადაც ვერავინ დაგვინახავს. ასე გამოვცადოთ ჩვენი ზრახვები და საკუთარ თავს მოუწყოთ სამსჯავრო. რათა მომავალი განსჯის შიშით ჩვენმა გონებამ გართობებისკენ აღარ გვიბიძგოს, ალაგმოს ვნებათა თავდასხმები და მიურულებული თვალის წარმოდგენით, მუდამ რომ გვიმზერს, ეშმაკისაკენ მიმავალი გზა გადაგვიკეტოს. ჩვენ რომ საკუთარი დაუდევრობა გვტანჯავს, ამას აშკარად გვაჩვენებს გამოცდილება. რომ მოგვენდომებინა, მცირეოდენი მაინც მიგვეღოს სულიერად, ეშმაკის ყველა სასჯელს მტვერივით აღგვიდით. რადგანაც როდესაც ცოდვაში ვართ, ეს ეშმაკის ძალადობით კი არ გვემართება, არამედ საკუთარი დაუდევრობით. ის ძალითა და იძულებით კი არ გვამარცხებს, არამედ ჩვენში დანერგილი განდიდების სურვილით. ჩვენს ხელთაა, თუ კი სულ მცირეოდენ სიფხიზლესა და სიმხნეს მოვიპოვებთ, განდიდებით არ მოვიხიბლებით და არა იმის გამო, რომ თავისთავად ვფლობთ ამის ძალას, არამედ იმიტომ რომ მცდელობა ზეგარდამო შემწეობას მოგვაპოვებინებს. როდესაც ჩვენი მხრიდან მცდელობას დავანახებთ, შემდეგ დანარჩენი უფლისაგან მოგვეცემა. გემუდარებით ვიფხიზლოთ და რადგანაც სპიერის მზაკრობა ვიცით, მუდამ ვღვიძარებდეთ და ვევედრებოდეთ ღმერთს, რომ ეშმაკთან ბრძოლაში შეგვეციოს. ამით უძლეველებად გადავიქცევით, მის მზაკრობას განვერიდებით, ღვთის შემწეობას მივენდობით და მარადიულ სიკეთეს მივწვდებით, რომელიც დაე მოგვენიჭოს ჩვენ მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს მამისა და სულისა წმიდისა თანა დიდება და უფლება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.